პუტინმა ახლახან წარმოუდგენელი გააკეთა. მან აღიარა, რომ უკრაინა რუსეთს წელში ტეხს. ეს აღიარება პუტინისთვის დამახასიათებელი მანერით იქნა გადმოცემული. ის არ წავიდოდა იმდენად შორს, რომ ეთქვა ომი წაგებულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ საერთოდ ამგვარად საუბრობს უკრაინაზე, გვიჩვენებს, რას ფიქრობს სინამდვილეში პუტინი. მას ესმის, რომ უკრაინა იმარჯვებს, პუტინს ესმის, რომ რუსეთს აღარ შეუძლია ვითარების შეცვლა. და ახლა მის სიტყვებში ვხედავთ სასოწარკვეთილ მცდელობას, კვლავ დაიბრუნოს კონტროლი იმ ნარატივზე, რომელიც დიდი ხნის წინ გაექცა ხელიდან, რადგან პუტინი შფოთავს საკუთარი მომავლის გამო. როდესაც უკრაინა აძლიერებს თავის შორი მოქმედების კამპანიას რუსეთის წინააღმდეგ, პუტინი იძულებული გახდა ეღიარებინა რაღაც ისეთი, რასაც არავინ წარმოიდგენდა, რომ მისი პირიდან გამოვიდოდა. რუსეთს საწოვის კრიზისი აქვს და ეს ყველაფერი უკრაინის დარქმების შედეგია. რა თქმა უნდა, პუტინმა ვერ შეძლო ამის პირდაპირ თქმა და თავისი აღიარება გამოიყენა როგორც უცნაური მოწოდება რუსეთის ხალხისადმი, რომ მათ უნდა განაგრძონ ტანჯვა მისი ომის გამო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკორექტირებთ გარკვეულ გეგმებს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მაგრამ ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შიდა განვითარების პროგრამა უდაოდ სრულად განხორციელდება. პუტინმა ეს თქვა 28 ივნისს, როცა ცდილობდა დაერწმუნებინა რუსეთის ხალხი, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე ცარიელი ტუმბოები არ შეუშლის ხელს რუსეთს სახლების აშენებაში, გზების ჩაში, გზების შექმნაში და სამუშაო ადგილებისათა და მხარდაჭერის შეთავაზებაში რუსეთის ხალხისთვის. მაგრამ მაშინაც კი, როცა ცდილობდა გაელამაზებინა ეს მესიჯი, პუტინს მოუწია ეღიარებინა, რომ მისმა ომმა ტკივილი მოუტანა მის ხალხს. ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ ამან ბევრი რამ გვასწავლა და საშუალება მოგცა გავიგოთ, რას ნიშნავს იყო რუსეთის მოქალაქე, თქვა პუტინმა. რას ნიშნავს იყო რუსეთის მოქალაქე პუტინ? რადგან ამჟამად როგორც ჩანს, ეს ნიშნავს ცხოვრებას ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა გაანადგურე და ნავთობის ინფრასტრუქტურის ყველა ნაწილი, რომელიც რუსეთს აცოცხლებს, უკრაინის სამიზნედ აქცია. ეს სამწუხარო განცხადებაა კაცისგან, რომელიც იცის, რომ მისი შეჭრა ჩავარდა და მისი ხალხი სულ უფრო გაბრაზებულია, რომ ომი, რომლის შესახებაც ის ამტკიცებდა, რომ რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, ახლა იმდენად დიდხანს გრძელდება, რომ უკვე პირდაპირ აზიანებს მათ. მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ ეს უბრალოდ პუტინის აღიარებების ბოლო მაგალითია. ხოლოდ 16 დღით ადრე პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი შეხვდნენ რუს ჯარისკაცებს, რათა ომის მდგომარეობაზე ესაუბრათ. ამ შეხვედრაზეც ნახეთ რაღაც, რაც პუტინის ბოლო კომენტარებს ჰგავდა. რუსეთის ლიდერმა სცადა ყურადღება გაემახვილებინა კრემლის მიერ შემოღებულ ახალ სოციალურ ზომებზე, მაგრამ მან ასევე ჩააქცევა აღიარება იმისა, რომ უკრაინის დრონების იერიშები უგულებელყოფას ვერ ექვემდებარება. პუტინის თქმით, ეს მცდელობაა განხეთქილების დათესვის. რუსეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ წინსვლა ადგილზე ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც რუსეთს სურს, რაც კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ რუსეთის სტრატეგია მარცხს განიცდის. პუტინს არ შეუძლია იპოვოს ის პასუხები, რომლებიც უკრაინის გამარჯვების შეჩერებას შეძლებს. ომის შესწავლის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ პუტინმა სავარაუდოდ გადაწყვიტა აღიაროს ზოგიერთი სირთულე, რომელსაც რუსეთის ძალები წააწყდნენ, რათა უფრო ინფორმირებულად გამოიყურებოდეს ბრძოლის ველის რეალობების შესახებ იმ რუსი სამხედროების თვალში, რომლებმაც უშუალოდ განიცადეს ეს მარცხები. და ASW მართალია. პუტინი კიდევ ერთხელ ცდილობს გააკონტროლოს ნარატივი მის ომთან დაკავშირებით და ამის მცდელობის გზა არის ის, რომ ცდილობს რუს ხალხს დაუკავშირდეს, თითქოს უფრო კარგად ესმის ის საშინელებები, რაც ქვეყნის სამხედროებზე მოუტანია, ვიდრე სინამდვილეში ესმის. ეს პუტინისთვის სასოწარკვეთის ნათელი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დამარცხების პირდაპირი აღიარება არ არის, ეს განცხადებები მნიშვნელოვნად განსხვავდება პუტინის ჩვეულებრივი მოქმედების სტილისგან. დაუბრუნდეთ აპრილს. იმ თვეში პუტინმა კიდევ ერთი პრობლემა აღიარა, რომელსაც რუსეთი აწყდება, თუმცა მისი ტონი სრულიად განსხვავებული იყო. ამჯერად პუტინს რუსული ეკონომიკისა და მისი მრავალი პრობლემის წინაშე მოუწია დადგომა და მან მართლაც აღნიშნა, რომ რუსეთში ბიზნესისა და ინვესტიციების აქტიობის შემცირება დაფიქსირდა. მაგრამ მან არ მიანიშნა, რომ ამის მიზეზი მისი საკუთარი შეცდომები იყო. და მან ასევე არ სცადა მსმენელისთვის ყურადღების გადატანა იმ სოციალური პროგრამების განხილვით, რომელთა განხორციელებაც რუსეთს გარდაულად არ გამოუვა. ამის ნაცვლად პუტინმა წამოაყენა მოთხოვნები და პასუხისმგებლობა სხვებს გადააბარა. რუსეთის პრეზიდენტმა თავის ქვეყნის წამყვან ფინანსისტებს უთხრა, რომ მათ უნდა იპოვონ გამოსავალი რუსეთის მრავალ ეკონომიკურ პრობლემაზე. სრულიად უგულებელყო ის ფაქტი, რომ სწორედ ის არის ამ პრობლემების ძირითადი მიზეზი. ეს პუტინის ჩვეულებრივი მიდგომაა. თუ ის რაიმე წარუმატებლობას აღიარებს, ეს არასდროს არის მისი ბრალი და ყოველთვის სხვას აკისრებს პრობლემის მოგვარებას. მაგრამ ეს ბოლო აღიარება განსხვავებულია. აქ პრობლემების აღიარებას ვხედავთ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სხვას დააბრალოს და ისე მოიქცეს, თითქოს მას არაფერი ესაქმება ამასთან, პუტინი ცდილობს პირდაპირ დაარწმუნოს თავისი ხალხი, რომ ის მუშაობს გამოსავალზე. თან დროს მათ ეუბნება, რომ ამ ყველაფრის გადატანა ნიშნავს, რომ ისინი ნამდვილი რუსები არიან. ეს არის ელემენტარული მანიპულაცია და ბევრად უფრო მეც ამხელს, ვიდრე პუტინს სურს რომ გამოჩნდეს. ის თავის ხალხს ეუბნება, რომ რუსეთი ომს აგებს. და სინამდვილეში ის უბრალოდ იმას ამბობს, რაც ამ ხალხმა უკვე იცის. რაც ამ ყველაფრიდან ჩანს არის ის, რომ პუტინი პანიკაშია. მაშინაც კი, როცა ის ფრთხილად აღიარებს, ეს უფრო გულწრფელია ვიდრე ჩვეულებრივ და ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა უკვე ისიც კი, ვისაც თავი ქვიშაში აქვს ჩარგული, ხედავს, რომ რუსეთში განწყობა მის წინააღმდეგ იცვლება. არ შეგვეშალოს, პუტინი მაინც გააკეთებს გრანდიოზულ განცხადებებს.
იმავე დღეს, როცა მან აღიარა, რომ უკრაინის დრონები მასობრივ საწოვის დეფიციტს იწვევს, პუტინმა მაინც განაცხადა, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე ბრძოლას გააგრძელებს. ეს იმის ნიშანი არ არის, რომ პუტინი აპირებს თავისი ომის დასრულებას. მისი აღიარება ბევრად უფრო ღრმაა და ეს აჩვენებს, რომ პუტინი საბოლოოდ აღიარებს, რომ ძალაუფლება ხელიდან უსხლტება. მოდით ცოტა უფრო ღრმად ჩაუღმავდეთ. პუტინის მიერ უკრაინის დრონების და მათ მიერ გამოწვეული საწოვის პრობლემების აღიარება არსაიდან არ გამოჩენილა. დაახლოებით ერთი კვირით ადრე უკრაინამ დაარტყა მოსკოვის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რის შედეგადაც ცა სქელი შავი ღრუბლებით დაიფარა. Pravdas ინფორმაციით, ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოსკოვის ბენზინის მოთხოვნილების დაახლოებით 40%-ს და დიზელის 50%-ს ამარაგებს და ივნისში ორჯერ დაესხნენ თავს. ის უახლოეს მომავალში ვერ განაახლებს მუშაობას. Pravdas-თან საუბარში ერთმა ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ მის შესაკეთებლად მინიმუმ 9 წელი იქნება საჭირო და ეს ისაა, რასაც პუტინი უბრალოდ ვერ დამალავს. ბენზინგასამართ სადგურებზე დეფიციტი, რომელიც ამას მოჰყვება აფეთქებების ვიზუალურ მტკიცებულებებთან და აფეთქების შემდეგ გაშავებულ ცასთან ერთად, ყველაფერი ის მტკიცებულებაა, რასაც მოსკოველები საკუთარი თვალით ხედავენ. მათი უგულებელყოფა მოსკოველებისთვის ნათელი მესიჯი იქნებოდა, რომ პუტინი იმდენად მოწყვეტილია თავისი ომის შედეგებს, რომ ისიც კი არ აქცევს ყურადღებას იმას, რაც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში ხდება. პუტინს არ შეეძლო დაეშვა, რომ ეს აღქმა გავრცელებულიყო, რადგან მას კიდევ უამრავი პრობლემა აქვს იმ ხალხის დარწმუნებაში, რომელზეც 2000-დან წლიდან მართავს, რომ ის კვლავ შესაფერისი ადამიანია ამ თანამდებობისთვის. იმ დღეებში, სანამ პუტინი თავის პატარა აღიარებას გააკეთებდა, მან მძიმე დარტყმა მიიღო საკუთარი ხალხისგან. მისი რეიტინგები ომის დროინდელ მინიმუმამდე დაეცა და ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, თუ რა გავლენას ახდენს უკრაინის დარტყმებით ჩვეულებრივ რუსებზე. 27 ივნისის ანგარიშში უკრაინის ახალი ხმა ითხოვინებოდა, რომ კრემლის მომხრე რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ფონდი, ანუ FOM, წარმოადგენდა გამოკითხვის მონაცემებს, რომლებიც 19-დან 21 ივნისის პერიოდში შეაგროვეს. ამ მონაცემებმა აჩვენა, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უფრო ენდობიან პუტინს, 5%-ული პუნქტით შემცირდა, 74%-დან 79%-მდე. ეს მაინც შედარებით მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ გაითვალისწინეთ წყარო. ეს არის კრემლის მომხრე გამოკითხვის კომპანია, რომელიც პუტინისადმი საზოგადოებრივი აზრის მკვეთრ ვარდნას აფიქსირებს. რუსეთის ლიდერისთვის უფრო შემაშფოთებელია ის, რომ მათ, ვინც თქვა, რომ უფრო არ ენდობა მას, რაოდენობა 18%-მდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ომის დაწყების შემდეგ. მაგრამ ალბათ პუტინისადმი ხალხის აზრის ყველაზე ჭეშმარიტი გამოხატულება არის გამოკითხვები, რომლებიც რუსეთის მთავრობის საქმიანობას ეხება. მხოლოდ 48%-მა რესპონდენტთა თქვა, რომ პუტინის გარემოცვა კარგ საქმეს აკეთებს, რაც შემცირებულია წინა 48%-თან შედარებით, ხოლო 34%-მა უკმაყოფილება გამოხატა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია ომის დროს. პუტინმა იცის, რას ნიშნავს ეს. ბუნდოვანი მთავრობის ცნება ბევრად უფრო უსაფრთხოა კრიტიკისთვის, ვიდრე თავად პუტინი. ამიტომაც ვხედავთ იქ უფრო გულწრფელ აზრებს. რუსებმა იციან, რომ კრემლის ქმედებები სინამდვილეში პუტინის ბრძანებით ხდება და რუსეთის პრეზიდენტი ამ ფაქტს არ უგულებელყოფს. თუ მისი რეიტინგები აჩვენებს, რომ უფრო მეტი რუსი ხდება საკმარისად მამაცი, რომ პუტინის სახელით გააკრიტიკოს, თავრობის მონაცემები აჩვენებს, რას გრძნობენ ისინი სინამდვილეში მის მიმართ, როცა ფიქრობენ, რომ უკმაყოფილების გამოყოფილების გამოხატვით რისკს არიღებენ. გაითვალისწინეთ, რომ კრემლი როგორც წესი ცენზურას უწესებს გამოკითხვის მონაცემებს. როგორც ეს მოხდა მაშინ, როცა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის შედეგებმა პუტინის მხარდაჭერის მკვეთრი ვარდნა აჩვენა, რაც დაემთხვა იმ პერიოდს, როცა პუტინის შიდა მხარდაჭერის მაჩვენებელი 30%-ზე დაბლა დაეცა, როგორც ახალი უკრაინის ხმა იუწყება. აქ ვხედავთ ნამდვილ მიზეზს, რატომაც პუტინი ბევრად უფრო ღიად საუბრობს იმ პრობლემებზე, რასაც უკრაინა რუსეთს უქმნის, ვიდრე ოდესმე. მაგრამ საქმე კიდევ უფრო ღრმაა. ეს გახსნილობა ასევე გამოწვეულია ნარატივის კონტროლის წარუმატებლობით და რუსეთის შიგნით განწყობის სრულად შეცვლით, რასაც ვეღარც ისეთი მიზანმიმართულად უგულებელმყოფი ადამიანი, როგორიც პუტინია, ვერ უგულებელყოფს. სანამ უფრო დეტალურად ავხსნით, შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა იდეალური დროა დააჭიროთ ამ ღილაკს. გამოკითხვის შედეგებსა და იმ მტკიცებულებებს მებს მიღმა, რაც რუსი ხალხის თვალწინაა, პუტინი სხვა პრობლემებსაც წააწყდა. მისი მცდელობები ყველაფერი დამალოს აღარ მუშაობს. 2026 წლის დიდი ნაწილის განმავლობაში კრემლი ინტერნეტზე წვდომას ზღუდავდა, მათ შორის შეზღუდვები დააწესა WhatsApp-ისა და Telegram-ის გამოყენებაზე. ასევე ხშირია მობილური ინტერნეტის გათიშვები, რომლებიც ხშირად ემთხვევა იმ დროს, როცა უკრაინა დრონებით თავდასხმებს ახორციელებს. კრემლი ცდილობს ანტკიცოს, რომ ეს ხდება საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობაში ჩარევის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ეს შეზღუდვები ხალხს უკრაინის წარმატებული თავდასხმების ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებაში უნდა შეუშალოს ხელი. რაც არ უნდა იყოს ინტერნეტზე შეზღუდვების მიზეზი, ეს არ მუშაობს. ვიდეო მასალა მაინც ვრცელდება და Jamestown-ის ფონდის მიხედვით, პუტინის ანტიინტერნეტული ნაბიჯები მის დაბალ რეიტინგებს უწყობს ხელს. ეს გავლენას ახდენს ყველასზე, როგორც რიგით რუსებზე, რომლებიც ცდილობენ ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობას, ასევე ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებზე, რომლებიც ვეღარ იყენებენ Telegram-ს თანამებრძოლებთან დასაკავშირებლად. ამ ცდელობის ჩავარდნას, რომ კონტროლი მოეპოვებინათ ნარატივზე, თან ახლავს რუსი მაღალჩინოსნების შვილების მასობრივი გადინება მოსკოვიდან.
ამის შესახებ იუწყება უკრაინის ახალი ხმა, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბევრს, ვინც მუშაობს პუტინის შექმნილ სისტემაში, სჯერა, რომ ამ სისტემას მომავალი აღარ აქვს, იმის გამო რაც უკრაინაში ხდება. ერთმა ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ მას და მის კოლეგებს მომავალი აღარ ექნებათ, თუ პუტინის მმართველობა დაემხობა, რის გამოც მან თავისი შვილი საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა. სჯობს ახლა დატოვო მომაკვდავი ქვეყანა, ვიდრე პუტინის დამხობის შემდეგ იქ დარჩე და ქაოსს შეესწრო. რუსეთში განწყობა იცვლება და ამას ვეღარც პუტინი უგულებელყოფს. ადამიანები, რომლებიც ადრე ერთგულები იყვნენ, ეხლა კრემლის უფრო და უფრო მკაცრ პოლიტიკაზე ჩივიან. რუსეთის მომავალთან დაკავშირებით პატრიოტიზმის ან ოპტიმიზმის ნებისმიერი ნიშანწალი სრულიად გამქრალია ქვეყნიდან. შეზღუდვები და რეპრესიები იზრდება, რადგან გარდაუვალი რეცესია მძიმე დაწვება იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იძულებულნი გახდნენ ბევრი გაეღოთ, ხშირად საკუთარი ოჯახის წევრების სისხლის ფასად, მხოლოდ იმისთვის, რომ პუტინის ომი გაგრძელდეს. ისინი, ვინც უკრაინის ომის იდეას შეეგუა მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებულსა სპეციალური სამხედრო ოპერაცია თავდაპირველად ჩავარდა, ახლა იმ სევდაშიხეთაში იხჯობიან, რომელიც რუსეთის დიდ ნაწილს მოსდებია. პუტინი იძულებულია აღიაროს ფაქტი, რომ მას აღარ შეუძლია ნარატივის კონტროლი. ყველა დაწყებული მის ხალხიდან და დამთავრებული კრემლის მხარდამჭერი წყაროებითა და ოფიციალური პირებით მის წინააღმდეგ გამოდის. უკრაინამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში უზარმაზარი როლი ითამაშა. რეჟიმი, რომელმაც წლები გაატარა ომის გამართლებასა და საკუთარი ხალხის დარწმუნებაში, რომ ბრძოლის უარყოფით შედეგებს ვერასდროს იგრძნობდნენ, ახლა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა და პუტინი ყველაზე დაუცველი დარჩა. 1 მილიონზე ბევრად მეტი მსხვერპლი, დრონები ცაში, ხანძრები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში და ბენზინგასამართ სადგურებზე დეფიციტი. ეს ყველაფერი მტკიცებულებაა იმისა, რომ ძლიერი რუსეთისა და სუსტი უკრაინის ნარატივი მცდარია. რუსეთის ხალხი ამას უკვე აცნობიერებს და ამას თავად პუტინიც ხედავს. სწორედ ამას გულისხმობდა მისი აღიარება. როცა პუტინი ღიად საუბრობს საწვავის დეფიციტზე, დრონების თავდასხმებსა და ფრონტის წინა ხაზზე მარცხებზე, ის სასოწარკვეთილ უკანასკნელ მცდელობას აკეთებს, რომ ნარატივზე კონტროლი დაიბრუნოს. პუტინს უნდა რომ თავისიანად გამოჩნდეს. მას უნდა რომ ჩვეულებრივმა რუსებმა ირწმუნონ, რომ ის ხედავს მათ პრობლემებს და რაც მთავარია, რომ მათზე ნამდვილად ზრუნოს. აი რატო ხედავთ საუბარს გზების მშენებლობაზე და სოციალური პროგრამების განხორციელებაზე, რომელიც პუტინის აღიარებებს უკრაინის შესახებ ერწყმის. ის ცდილობს საზოგადოებრივი განწყობის შეცვლას, რომელიც მის წინააღმდეგ ტრიალდება, ზუსტად ისე როგორც მისივე დაწყებული ომის მსვლელობაც მის წინააღმდეგ იცვლება. და ის ფაქტი, რომ პუტინი, რუსეთის ეგრეთ წოდებული ძლიერი კაცი, რომელიც არასდროს აჩვენებს სისუსტეს არავის, ამ მდგომარეობამდე მივიდა, უფრო დიდი აღიარებაა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა, რაც მისი პირიდან გამოდის. რუსეთის ლიდერმა იცის, რომ ომი წაგებულია და ბოლოს და ბოლოს მისი პირიდან სიმართლე ისმის. მოდით ვნახოთ ის საწვავის პრობლემები, რომლებიც პუტინმა ახსენა. ეს პრობლემები მალე არ გაქრება და პუტინიც კარგად იცის ეს, ისევე როგორც იცის, რომ რუსეთის საზოგადოება მის მიმართ გაბრაზებულია. უკრაინამ შექმნა ბრწყინვალე, გრძელ და საშუალო მანძილზე დარტყმების კამპანია, რომელიც მთელ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავის მიწოდებას ზღუდავს. 24 ივნისის ანგარიშში რადიო თავისუფალი ევროპა რადიო თავისუფლებამ გამოავლინა, რომ სულ მცირე 17 რუსულ რეგიონში ბენზინისა და დიზელის გაყიდვებზე სავალდებულო შეზღუდვები დაწესდა, ხოლო ბევრმა სხვამ დეფიციტი დააფიქსირა. სულ ჯამში რუსეთის 83 ფედერალური ერთეულიდან 55, რომელშიც შედის ოლქები, რესპუბლიკები და სხვადასხვა ტიპის რეგიონები, საწვავთან დაკავშირებულ პრობლემებს აფიქსირებს. უკრაინა ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს. იმავე დღეს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა საწვავის პრობლემები აღიარა, ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ დათმობები მიაყენა სლოვიანსკისა და იაროსლავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც უკრაინიდან შესაბამისად 300 და 700 კილომეტრით არიან დაშორებული. მასშტაბური ხანძრები გაჩნდა, რაც რუსეთის მოსახლეობისთვის ამ დღეებში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს ხანძრები მხოლოდ გააუარესებს რუსეთის საწვავის პრობლემებს, მაგრამ არის ერთი რეგიონი, რომელიც ამ ტკივილს ყველაზე მეტად გრძნობს – ყირიმი. რუსეთის ძალაუფლების ყველაზე დიდი სიმბოლო უკრაინაზე ინგრევა ბრწყინვალე იზოლაციის კამპანიის ფონზე, რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთის მატერიკიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან აჭრის. სხვა რუსულ რეგიონებში დეფიციტის შესახები უცხებიან, ამ უკანონოდ ანექსირებულ ტერიტორიაზე კი საწვავი პრაქტიკულად აღარ დარჩა, გარდა რუსეთის სამხედროებისა და საგანგებო სამსახურებისა. სამოქალაქო პირებს ძირითადად არ გაუმართლებთ, თუ საწვავის ასაღებად ბენზინგასამართ სადგურებზე მივლენ. რაც რუსეთისთვის ციხესიმაგრე უნდა ყოფილიყო, ახლა აშკარად ერთად იქცა, როგორც სტრატეგიულად, რადგან უკრაინა ამცირებს ყირიმის გავლენას პუტინის კამპანიაზე რუსეთის შიგნით, ასევე პოლიტიკურად, რადგან ყირიმი აჩვენებს რუსეთის ლიდერის ნამდვილ სისუსტეს. და არ დაგავიწყეთ პუტინის აღიარება, რომ ადგილზე ყველაფერი ისე კარგად არ მიდის, როგორც რუსეთს სურს. ეს კი ძალიან რბილად ნათქვამია. Critical Threat-ის ანგარიში მიუთითებს, რომ რუსეთისთვის ამ გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევიდან, რომელიც დონბასის დაპყრობას ისახავდა მიზნად, საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ მცირე ტაქტიკური წარმატებებია მოსალოდნელი კონსტანტინოვკაში. ზაფხულის თვეებში ციხესიმაგრეების ხაზის წინააღმდეგ რეალური ოპერატიული წარმატებები არ იქნება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი ვერც კი მიუახლოვდება იმ რეგიონის დაპყრობას, რომელიც პუტინს სექტემბრამდე უნდა დაეკავებინა. და ამ წარუმატებლობას ისიც ემატება, რომ რუსეთის სხვა ადგილებშიც კარგავს ტერიტორიებს, ისე რომ აპრილსა და მაისში უკრაინამ საერთო ჯამში ტერიტორიული წინსვლა მოახერხა ISW-ის მიხედვით.
აი ამას გულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ პუტინის განცხადებები აღიარებაა იმისა, რომ ომი წაგებულია. უკრაინას აქვს მთელი ინიციატივა ბრძოლის ველზე, ხოლო პუტინს შინ ენერგია ეწურება. პუტინი იმედოვნებს, რომ პრობლემების აღიარება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დაარწმუნოს თავისი ხალხი, თითქოს რაღაცას აკეთებს მათ გადასაჭრელად, მაშინ როცა სინამდვილეში ვერაფერს აჩერებს. და ხომ არ გავიგვირდებათ, შვიდობის მოლაპარაკებები იწყება მაშინ, როცა პუტინი ამ ყველაფერს აწყდება და ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც რუსეთის ლიდერი აღიარებს. AA იუწყება, რომ პუტინმა გაამჟღავნა, რომ რუსეთმა მიიღო ახალი წინადადებება, რომელიც ორივე მხარეს უბიძგებს შეწყვიტონ შორ-მანძილზე დარტყმები და სამხედრო ოპერაციები, მხოლოდ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში შეზღუდონ. ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ეს არის უკრაინის გზავნილი, რომ მზადაა პუტინს მისცეს შესაძლებლობა ღირსეულად დაიხიოს უკან, რაც შესაძლოა გზას გაუხსნას გასვას. პუტინი ამ წინადადებებს არ მიიღებს, მან იცის, რომ ვერ მიიღებს, რადგან ეს კიდევ ერთი აღიარება იქნება მისი სრული მარცხისა იმაში, რაც უკრაინაში დაპირებული ჰქონდა. და სავარაუდოა, რომ უკრაინამაც იცის, რომ პუტინი უარს იტყვის. ეს უბრალოდ აძლევს მას შანსს, სანამ გაამკაცრებს ყველა იმ დარტყმას, რომლებმაც პუტინი თავდაპირველად ასე პირდაპირ გახადა. რა თქმა უნდა, პუტინი მაინც ეცდება ძალაუფლების დემონსტრირებას. მან უკვე დიდი ხმაური და აჟიოტაჟი ატეხა იმის შესახებ, როგორ უარყოფს ამ ბოლო უკრაინულ წინადადებებს, როცა კიდევ ერთხელ ცდილობს შეცვალოს ნარატივი. მაგრამ ეს ყველაფერი ფარსია. ყოველთვის ასე იყო. ეხლა კი ეს რუსებისთვის უფრო ნათელია, რომლებიც საწვავის კრიზისს ებრძვიან და უყურებენ, როგორ იწვის მათი ქალაქების მნიშვნელოვანი ობიექტები. მაგრამ მისი სიტყვები უფრო მეტს ამხელს, ვიდრე მას სურს. მცდელობა ხალხთან ახლოს მდგომი ჩანდეს და დაარწმუნოს თავისი ხალხი, რომ აკონტროლებს იმ პრობლემებს, რაც მისმა ომმა შექმნა, სინამდვილეში პუტინის აღიარებაა. ის აგებს ომს უკრაინაში. პუტინი გატეხილია როგორც მისი ილუზიებით და ყველაფერი, რაც დარჩა, არის რუსეთის განგრძობადი დეგრადაცია, სანამ საბოლოოდ უკვე შეცვლილი განწყობა არ გადაიქცევა ისეთ ძლიერ უკუგებად, რომ პუტინი ვეღარ გადარჩება. და როცა ის ცდილობს დამალოს საკუთარი მარცხის ფაქტი, პუტინი იცის, რომ დრონები, რომლებმაც მისი აღიარება გამოიწვია, კვლავაც მოვლენ. რაც 2026 წელს აქამდე ვიხილეთ, იყო დრონების ისეთი შტორმი, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მზე დაბნელდა. 800,000-ზე მეტი სამიზნე უკვე დაზიანებულია და ეს რიცხვი იზრდება. და შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა მოხდება შემდეგ, თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომდევნო მასალები უკრაინის ომზე და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.